რუბრიკაში კვირის თემა შემოგთავაზებთ ქართულ-ამერიკული სწავლება ღირსეული პარტნიორი 2016 ფარგლებში მიმდინარე სამხედრო წვრთნების ამსახველ სიუჟეტს. საქართველოს მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებს ერთი წლის შემდეგ კვლავ მასპინძლობს. ღირსეული პარტნიორი 2016 ასე ეწოდება ისტორიული მნიშვნელობის წვრთნებს, რომელიც ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობს და მასში 1300-მდე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობს. სამხედრო წვრთნები 11 მაისს ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა, რომელზეც შთამბეჭდავი საჩვენებელი მანევრები ავიაციის მონაწილეობით იქნა შესრულებული. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განმარტებით, საქართველოს ისტორიაში ასეთი მასშტაბური საერთაშორისო წვრთნა არასოდეს ჩატარებულა და ეს ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტია. დღეს ერთმანეთის გვერდით დგანან ქართველი, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები. დღევანდელი სწავლება არის გაგრძელება იმ სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ დავსახეთ ნატოს ალიანსის მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში. და ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე უკვე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე. ქართულ-ამერიკულ ბრიტანული სამხედრო სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას გააჩნია მნიშვნელოვანი დატვირთვა, უპირველეს ყოვლისა დატვირთვა საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების და მეორე, რა თქმა უნდა, გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. და ეს დატვირთვა მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოება, საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ცხოვრება გადის ერთადერთ გზაზე და ეს გზა არის თანამშრომლობა დასავლეთთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
სპეციალურად სამხედრო წვნებისთვის თბილისში ამერიკული ტექნიკა და ტანკები ჩამოიყვანეს. ცნობილი გახდა, რომ ორკვირიანი სამხედრო სწავლების შემდეგ ქართული ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოფიციალურ სერტიფიკატს მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეყოლება ასეული, რომელიც ნატოს ძალების შენაერთების შემადგენლობაში შევა. სწორედ ამ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატოს რეაგირების ძალების შენაერთი. პირველი ოფიციალური ნატოს ქართული შენაერთი ნატოს სამკლაურებით. და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ სწავლებას თანგასდევს და რომელიც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მაღლასდევს. ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს შემოვერთენ ამ სწავლებას, არიან საუკეთესო გზავნილი მტრისთვის და მოყვარისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის. რომ აქ ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. ამერიკული სწავლების ღირსეული პარტნიორი 2016 ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე სხვადასხვა ტიპის საველეს სწავლება გაიმართა. სწავლების სცენარი შეტევისა და თავდაცვის ოპერაციებს მოიცავდა. სამხედრო წვრთნებს გასულ კვირაში ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო. ქართველმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაცია შეტევა საბრძოლო სროლებით განახორციელეს. My name is Captain Tom Marshall. I'm the second in command. My name მეგახლავართ კაპიტანი ტომ მარშალი. ჯარისკაცები როგორც ამერიკული, ასევე ქართული მხრიდან კმაყოფილები ვართ ამ ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობით. დღეს გავიარეთ ტაქტიკური სწავლება. ზოგადად მნიშვნელოვანი ერთობლივი სწავლება, რაც ხაზს უსვამს ჩვენს პარტნიორობას, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას მომავალში თვითთანამშრომლოთ. ერთობლივი საქმის კეთების მსგავსი მიდგომა შემდგომშიც გაგრძელდება. მადლობას მოვახსენებ კოლეგებს გულთბილი მასპინძლობისთვის და საქმიანი თანამშრომლობისთვის. საინტერესო სწავლება იყო, საშუალებას გვაძლევს დავხვეწოთ ურთიერთთავსებადობა, როგორც ჩვენს ამერიკელ, ისე ბრიტანელ პარტნიორებთან. შესანიშნავი საშუალებაა გავაღრმავოთ ურთიერთობა, საფუძველი ჩაუყაროთ სამუშაო გამოცდილებას და სამუშაო ურთიერთობებს. ერთობლივი ოპერაციის პარალელურად ასევე ამერიკელმა სამხედროებმა საბრძოლო გასროლები ამერიკული მთავარი საბრძოლო M1 A2 ტიპის ტანკიდან, აბრამსიდან და M2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანიდან ბრედლიდან განახორციელეს. საბრძოლო სროლების დროს სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მიიტანეს იერიში. It's been an honor to come out to the country of Georgia. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში პროგრამა ღირსეული პარტნიორის ფარგლებში. ამაყი ვარ, რომ ქართულ ჯარისკაცებთან ერთად მიწევს ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა. ეს სწავლება იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რამდენადაც ამერიკის და ბრიტანეთისათვისაც. თავსებადებაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? თავსებადობა როგორც ქართველებისათვის არის საჭირო, ისე ნატოს ძალებისთვის არის საჭირო. უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ნაწილი იმდენად, რამდენადაც ეს ქართველი ასეული ნატოს რეაგირების ძალების ასეულის სერტიფიცირება ხდება და მე მგონი ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ქართულ-ამერიკული სწავლება ღირსეული პარტნიორი 2016-24 მაისს დასრულდება, რომელიც ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მსატყოფნის ამაღლების გარდა თანამშრომლობის გაღრმავებას, თავდაცვას შეტევის ოპერაციებში უნარჩვევების გაუმჯობესებას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სწავლებაში ჩართული 1300 სამხედრო მოსამსახურიდან 650 ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის წარმომადგენელია, 500 ქართველი და 150 ბრიტანელია. ეს არის ამერიკული ინიციატივა, ჩვენ მათ შემოგთავაზე ესეთი წვრთნა ჩავატაროთ ერთობლივი, რაც რა თქმა უნდა ჩვენ დავთანხმდით და ეს არის ძალიან დიდი პატივი. ეს დიდი ნდობა არის მართლა, რომ ღირსეულ პარტნიორად ვაღიარეს მათ. სრული ნდობა გამოგვიცხადეს მას, სწავლების ხელმძღვანელი ქართველია, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეს წვნები, დიდი პატივია ჩემთვის ეს. შეერაღება და ტექნიკა და ის საშუალებები, რასაც იყენებენ, ეს არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში. ჩვენ კონვენციური ბრძოლა, რასაც ქვია თავდაცვა და შეტევა, ამ ელემენტებს ვამუშავებთ აქ, ვიცით ჩვენ რომ არა ვართ თლად სტაბილურ გარემოში, ყოველთვის უნდა ვემზადებოდეთ თომისთვის თუ გვინდა მშვიდობა. სწავლების დამთავრების შემდეგ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბრიტანელი და ამერიკელი ჯარისკაცები ქართულ სამხედროებთან ერთად იდგებიან აღლუმზე, რაც ნატოს წევრ ქვეყნებთან საქართველოს რეალური თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური იქნება, აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
დღეს, როდესაც ძალიან ბევრს საუბრობენ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე, წვნებში მონაწილე უცხოელი პარტნიორები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების საკითხებში სწორედ ასეთ წვნებს შეაქვს უდიდესი წვლილი.